ისევ და ისევ უნდა ვიმსჯელოთ თემაზე რა გამოიძია BBC-მ და რა გამოიძია BBC-ს გამოძიებასთან, ჟურნალისტურ გამოძიებასთან მიმართებით დაკავშირებით საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების, ანუ ბანდის სუსმა, რომელსაც თავის მხრივ ბანდიტი მამუკა მდინარაძე დავკაცობს. თავდაპირველად ვთქვათ და კიდევ ერთხელ გავიმეოროთ. BBC-ს არ გამოუტანია დასკვნა როგორც ასეთი, რომ გამოყენებული იყო აუცილებლად 100%-ით გამოყენებული იყო ქიმიური იარაღი საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. BBC-მ გამოთქვა საფუძვლიანი ვარაუდი იმასთან დაკავშირებით, რომ მაღალი ალბათობით გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებამ, რომელსაც ლეგიტიმაცია არ აქვს, გამოიყენა ქიმიური იარაღი მოქალაქეების წინააღმდეგ კოდით UN 34-39 და რაღაცა ამ კოდის ქვეშ არსებული 34-39-ის ქვეშ არსებული ქიმიური იარაღიდან არასოდეს არ გამოყენებულა სხვა არაფერი გარდა კამიტისა, ამიტომაც დაასახელა კამიტი. საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებამ თავდაპირველად თავიდანვე უარყო, თითქოს უარყო, რომ კამიტი არ გამოუყენებია და მერე დაიწყო კვლევა გამოძიება იმასთან დაკავშირებით, რა გამოიყენა მან. რადგან ამას გამოძიება სრული სიგიჟეა. მათ ხომ წინასწარ უნდა სცოდნოდათ, რომ გასული წლის დეკემბერში, ნოემბერსა და დეკემბერში მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენეს ესა თუ ის ნივთიერება. მათ წინასწარ უნდა სცოდნოდათ, ანუ ყოველგვარი გამოძიების გარეშე, რომ დეკემბრის 4-ში, დეკემბრის 5-ში, დეკემბრის 3-ში, დეკემბრის 6-ში მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენეს CS-ის გაზი, რომელთან დაკავშირებითაც მე უკვე განაცხადეს კიდეც, აი გუშინ იყო ოფიციალური განცხადება ამ ბანდიტი მდინარაძის უწყებისა, სუსისა, ამიტომ კვლევა ძიება BBC-ს ფილმთან დაკავშირებით სრული აბსურდია. მაგრამ კარგი, ესენი ბევრ აბსურდს სჩადიან. ესენი ისეთ საკითხებთან დაკავშირებით იწყებენ ხოლმე გამოძიებებს, რომლების გამოსაძიებელი სულაც არ არის. უბრალოდ დოკუმენტაცია უნდა ამოიღო და საზოგადოებას გააცნო. ეგრა მაგის პასუხია. დოკუმენტაცია ამათ არ წარუდგენიათ საზოგადოების წინაშე. ამათმა მიიტანეს რაღაც ფხვნილი სამხარაულის საექსპერტო ბიუროში, უთხრეს სამხარაულის საექსპერტო ბიუროს, რომ ეს გამოვიყენეთ და გითხარით, აბა ეს რა არისო, და სამხარაულის საექსპერტო ბიურო, ისედაც რეპუტაცია შერხეულმა, მაგრამ ამ შემთხვევაში დავადანაშაულებთ. მას თქვა, რომ ის რაც შენ მომიტანე, ეს CS-ის გაზიაო. ანუ სამხარაულის საექსპერტო ბიუროს მაღალი ალბათობით არ მოუტყუებია. მოიტყუა და манипуляცია ჩაატარა თავად დე-ფაქტო ხელისუფლებამ, რომელმაც სულ სხვა მაღალი ალბათობით, სულ სხვა ის შენაერთი თუ ის ქიმიური ნივთიერება თუ ის ნივთიერება მიიტანა სამხარაულში, რომელიც სულაც არ გამოუყენებია ასევე მაღალი ალბათობით. მაგრამ ამასაც ერთი წამით დავანებოთ თავი. ახლა მე მინდა ვიკითხო ასე, როგორ ვფიქრობთ, მსოფლიო თანამეგობრობისთვის ვის უფრო დიდი რეპუტაცია აქვს, ვის უფრო დიდი სახელი აქვს, ვინ უფრო სანდოა, ბანდიტი და კანონიერი რომ არ არის ის ხელისუფლება, ბანდიტ ხელისუფლებას და კანონიერი რომ არ არის იმ ხელისუფლებას, თუ BBC-ს, როგორც ძალიან მაღალი სტანდარტების მედია საშუალებას, რომელიც კვლავ ვიმეორებ, მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდს გამოთქვამს. მამუკა მდინარაძე იქნება თუ ირაკლი კვებახიძე, შალვა პაპუაშვილი იქნება თუ თეა წულუკიანი, გურამ მაჭარაშვილი, სოზარ სუბარი თუ თვით ბიძინა ივანიშვილი. ასე სასწორის პინაზე რომ შეაგდო და მათი რეპუტაცია რომ გაზომო და შეუპირისპირო BBC-ს რეპუტაცია, რენომე, იმიჯი, სახელი, ისტორია, კვალიფიკაცია, სანდოობა და ასე შემდეგ, რომელი გადასწონის, როგორ ფიქრობს რიგითი კოცი, მარტივად რომ ვილაპარაკოთ, თუ ცხოვრობ მაგალითად ნიდერლანდებში, ან ბელგიაში, ან შვედეთში და ხარ
პოლიტიკის ექსპერტი, ან პოლიტიკოსი, ან რიგითი ამორჩეველი თუნდაც და როცა გეუბნებიან რომ BBC ამბობს რომ მაღალი ალბათობით გამოიყენა ქიმიური იარაღი მოქალაქეების წინააღმდეგ ბიზინა ივანიშვილის ხელისუფლებამ ასე რომ ამბობს BBC და მეორეს მხრივ ამავე პირს ეუბნებიან რომ ქიმიური იარაღი სულაც არ გამოგვიყენებია და სახელმწიფოს წარმოვადგენთ აგედა ჩვენ ჩვეულებრივი გაზი გამოვიყენეთო. აი ეს რიგითი მოქალაქე შვედეთში, ბელგიაში, საფრანგეთში, ნიდერლანდებში თუ შვეიცარიაში ვის უფრო დაუჯერებს, როგორ გონიათ? მამუკა მდინარაძეს, რომლის გვარსახელიც არ გაუგია არასოდეს, ბიზინა ივანიშვილს, რომელსაც ისედაც შელახული აქვს რეპუტაცია თუ გაუგიათ ბიზინა ივანიშვილის სახელი, მაგრამ თუ დასერჩავენ მამუკა მდინარაძისაგან განსხვავებით ბიზინა ივანიშვილი უფრო ხშირად იგუგლება ყოველი 100 ინფორმაციიდან 95 მის შესახებ არის სკანდალური და უარყოფითი, თუ BBC-ს დაუჯერებენ, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანი მედია საშუალებაა. მაგრამ ამასაც დავანებოთ თავი. რიგითი ნიდერლანდელი, ბელგიელი, შვედი, შვეიცარიელი, დანიელი თუ ფრანგი თუ ბრიტანელი თუ ამერიკელი, ამორჩეველი პოლიტიკის მწარმოებელი, პოლიტიკოსი, ექსპერტი, რიგითი ამორჩეველი, მოკლედ უცხოეთში, დასავლეთში, ცხადია უფრო მეტად ენდობა სწორედაც რომ BBC-ს, რომელიც კვლავ ვიმეორებ, არ ამტკიცებს, აი ხაზგასმით ვამბობ იმ მაყურებლისათვის, ვისაც ჯერაც ვერ გაუგია რა ხდება, არამედ გამოთქვამს საფუძვლიან ვარაუდს იმასთან დაკავშირებით, რომ გასულ წელს ნოემბერ-დეკემბერში ქიმიური იარაღი გამოიყენეს დემონსტრანტების წინააღმდეგ. ერთი საყურადღებო დეტალი, ვიდრე მნიშვნელოვან სხვა საკითხზე გადავიდოდე, ერთი საყურადღებო დეტალი არის ის, რომ სუსმა, მდინარაძე ბანდიტის სუსმა, როდესაც გამოაქვეყნა საკუთარი ეგრეთ წოდებული გამოძიება, სუსი ლაპარაკობს 4 დეკემბერსა და უბრალოდ ესე ვიტყვი, 4-დან 5 დეკემბრის ღამეზე. არა ეს წყლის ჭავლი მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული იყო 3-შიც, 2-შიც, რამდენადაც მახსოვს, საბოლოო ჯამში ამას მედია არქივი დაადასტურებს, ჩემს სიტყვებსაც მათ შორის. 2-ში, პირველში 28-ში არა და 29-ში და 30-ში, თუ არ ვცდები. 5-ის შემდეგაც 6-ში, 7-ში, მოკლედ რამდენიმე დღის განმავლობაში, ცუდი სიტყვაა, მაგრამ წუწავდნენ და რეალურად კი გვებრძოდნენ ამ მაღალი ალბათობით ქიმიური ნივთიერებით, ქიმიური იარაღით. არა და სუსი სწორედ 4, მაინც და მაინც 4 და 5 რიცხვზე, 4-დან 5 დეკემბრის ღამეზე ამახვილებს ყურადღებას და კითხვა რომ დავსვათ, რომ სხვა დღეებში იქნება და სხვა დღეებში იყო გამოყენებული სწორედაც რომ ქიმიური კამიტი შესაძლოა არა, მაგრამ ამ UN 34-39-ის ქვეშ, ამ კოდის ქვეშ მოქცეული სხვა ქიმიური იარაღი, ეს კითხვა ხომ ლეგიტიმური იქნება. მაგრამ ამასაც თქვენის ნებართვით დავანებოთ თავი. ჩვენ ეს ნივთიერება დავტესტეთ 2009 წელს, ან 2009 წლამდე. ეს მოხდა იალღუჯაზე. ჩვენ ყოველთვის ვტესტავდით ნებისმიერ საშუალებას იმისთვის, რომ გაგვეგო მისი რეაქცია როგორი იქნებოდა. ტესტირების დროს იქ იყო უამრავი ადამიანი, მარტო მე არ ყოფილვარ. შემცველობა ამ შენაერთების ძალიან ცოტა ადამიანმა თუ იცოდა. მე ვიცოდი, იმიტომ რომ პასუხისმგებელი ვიყავი, ვინაიდან ჩემს აღრიცხვაზე იყო. იცოდა ჩემმა ხელმძღვანელობამ, რომელიც ზემოდან აკვირდებოდა ამ პროცესებს და მათ შორის კიდევ მაღალი თანამდებობის პირები. მას იცოდნენ. ამ პროცესში, როდესაც ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ეს გაცილებით ძლიერი იყო, ვიდრე მანამდე მიღებული რომელიმე წიწაკის გაზი, რომელიც მანამდე არაერთხელ დავტესტეთ, მოვახსენეთ, ხელმძღვანელობა იგულისხმება, რომ ასეთი პროცესები იყო. ადამიანს ხანგრძლივად უვითარდება მოწამვლის პროცესები. შემდეგ ემართება ღებინებები და ასე შემდეგ. ჩვენ ტესტირების მომენტში შევთავაზეთ, რომ არ იქნებოდა კარგი არ იქნებოდა ამის გამოყენება სასურველი. სიტყვით ციტირებ, სტილი დაცულია და სხვათა შორის მაშინვე თქვეს, რომ თუ ეს ასეთი თემა იყო, არ გამოვიყენოთ. აქედან გამომდინარე, მოხდა ამის დალუქვა. ამბობს გედედეს შეიარაღების განყოფილების ყოფილი უფროსი ლაშა შერგელაშვილი, რომელიც მოცემულ ეტაპზე უკრაინაში იმყოფება, ფორმულასთან ინტერვიუში.
დროებასთან ინტერვიუში, უფრო რომ დავაზუსტოთ. ეხლა მე კითხავ და კიდევ ერთხელ კიდევ საზოგადოებას ან იმ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ახლა მადევნებს თვალყურს. რატომ არ უნდა ვენდოთ ამ პატიოსან კაცს ჩემი მოსაზრებით, ამ გულახდილ კაცს ჩემი მოსაზრებით და რატომ უნდა ვენდოთ მამუკა მდინარაძეს? არა თუ BBC-სთან, არამედ ამ კაცთანაც BBC მაღალი რეპუტაცია აქვს BBC-ს, ხო, ცნობილი მედია ორგანიზაცია და მოგილოცავთ იმის სხვა შორის ტრამპი მას 5 მილიარდს სთხოვს თუ 7 მილიარდს, 1 მილიარდს სთხოვს თუ 1 მილიარდს ედავება თუ 5 მილიარდის გადახდა სთხოვს დამოუკიდებლად იმისა ტრამპთან უშუალოდ შეცდა თუ არა ეს მედია საშუალება. მაგრამ არა თუ BBC, არამედ ლაშა შერგელაშვილს რატომ არ უნდა ვენდოთ და მამუკა მდინარაძეს რატომ უნდა ვენდოთ? ეს ის რატომ უნდა ვენდოთ? ეს ის მამუკა მდინარაძე ხომ არ არის, რომელიც ვიდრე თბილისში არ ჩამოვიდა მიხეილ სააკაშვილი, დაბეჯითებით გვიმტკიცებდა, რომ ის უკრაინის ქალაქ ტრუსკავეცი, ხო, ესე ქვია, ხო? ტრუსკავეცშია. და მეცაც გიტყვით, არა თუ გვიმტკიცებდა, არამედ დაგვსინოდა და ამბობდა, რომ თქვენ არ იცითო, ეს ჩვენ ვიცითო, რომ მიხეილ სააკაშვილი ამას სასტუმრო რიქსოსში იმყოფებოდა აწუხელ ერთი დღის წინ კი არა, რაღაც 5-6 საათის წინ ტრუსკავეცში სასტუმრო რიქსოსშიო, მაშინ როდესაც სელფებს იღებდა ლამის ცხეთის ჯვართან მოსული ყოფილი საქართველოს მესამე პრეზიდენტი. თქვენ უმეტყვით, რომ მამუკა მდინარაძეს მაშინ ინფორმაცია არ ჰქონდა, უწყების ხელმძღვანელი იყო მაშინ წინამორბედი ბატონი ლილუაშვილი, ესეც მცდარი ამბავი იქნება, მცდარი ანალიზი იქნება, იმიტომ რომ ეს ხელისუფლება, ამ ხელისუფლების უკვლელი ყველა წევრი ისეა ერთმანეთთან გადამსკვნილი, ლილუაშვილი გომელაურთან, გომელაური კობახიძესთან, მინისტრები, დეპუტატები და ასე შემდეგ ისე არიან გადმოჯაჭვულნი და მამუკა მდინარაძე არ იყო მეხუთე ხარისხოვანი დეპუტატი, რომ ინფორმაცია არ მიეწოდებინათ, მისთვის არ ჩაეყენებინათ საქმის კურსში. დიახ, იმ ხანად მართლაც ასე ეგონა ლილუაშვილის უწყებას და მთლიანად სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრი სხვა იყო, კობახიძე არ იყო მომიხსენებათ, რომ მიხეილ სააკაშვილი ტრუსკავეცში იყო და აკი ამიტომაც გულახდილობდა მამუკა მდინარაძე, მაგრამ ამას იმიტომ ვამბობ, რომ მამუკა მდინარაძეს როგორ უნდა ვენდოთ? ის ხომ არაკვალიფიციური პირი იყო, როცა იყო დეპუტატი, არაკვალიფიციური მმართველი და პოლიტიკოსია ზოგადად, თუ პოლიტიკოსია საერთოდ და ბანდიტია რეალურად და არაკვალიფიციური პირია, როგორც სუსის ხელმძღვანელი, რომელიც სხვათა შორის ახლა ისის მამუკა მდინარაძეს და კობახიძეს და მთლიანად სახელმწიფო ხელისუფლება წოდებული ბანდა ამ ლაშა შერგელაშვილის გაშავებით ერთის მხრივ, მაგრამ მის წინააღმდეგ მთელი კამპანია აქვს აგორებული ამ სახელმწიფოს კი არა ხელისუფლება წოდებულ ბანდას და მასზე სისხლის სამართლის საქმე ან უკვე აღძრული აქვს, ან აღძრავს უთუოდ უახლოეს ხანებში. კვლავ ვიმეორებ, BBC-ს უმაღლესი რეპუტაცია აქვს, შერგელაშვილის რეპუტაციაც კი, მასთან ძალიან დიდი ბოდიში და პატივისცემას უდასტურებ, გასაკვირველია მეტია ვიდრე კობახიძისა და მდინარაძის რეპუტაცია ერთად და რატომ უნდა ვენდოთ რეპუტაციას შელახულ მდინარაძეს, კარგად არ მისმის. რეალურად ეს ხელისუფლება წოდებული ბანდა გაჭედილია, მან იცის, რომ საერთაშორისო გამოძიების ჩატარება არ შეიძლება, იმიტომ რომ შესაძლოა კი განადგურა მან გარკვეული ფაქტები მაღალი ალბათობით, ამოიღო დოკუმენტები და დაწვა, ცეცხლს მისცა ეს დოკუმენტები, ფიზიკური ქაღალდები მიღება, ჩაბარების აქტები, შესყიდვები, ინვოისები და ასე შემდეგ. მაღალი ალბათობით. ასევე ელექტრონული დოკუმენტებიც მაღალი ალბათობით დაადილეითა, ანუ წაშალა, გაანადგურა, მაგრამ შესაძლოა სადღაც გაეპარა რაღაც, ბოლომდე ისინი არ არიან დარწმუნებულები, რომ ყველა ხრელი ამოავსეს. და აქედან გამომდინარე ისინი არც დაუშვებენ საერთაშორისო გამოძიებას. და თუ საერთაშორისო გამოძიება ჩატარდა და საერთაშორისო გამოძიება მათი საწინააღმდეგო დასკვნა დადო ამ საქმესთან დაკავშირებით, ბუნებრივია მათ აქვთ შემუშავებული, უკვე მოფიქრებული ესეთი სტრატეგია, რომ მე თქვან, რომ BBC-ს არ იყოს საერთაშორისო ის საგამოძიებო ორგანიზაცია თუ ჯგუფი, Deep State-ის და საქართველოს მიმართ ტრულად განწყობილი ხალხით არის
Deep State-ის ხალხით არის დაკომპლექტებული, რომლებსაც ამ ორგანიზაციასაც და ამ ადამიანებსაც საქართველოს ომში, გლობალურ ომში ჩათრევა სურთ და უნდათ. არადა მეორე მხრივ თუ მესამე მხრივ კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ ესეთი რამ, რაც არ უნდა ილაპარაკოს აწი მომავალში საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება, მისმა რომელიმე უწყებამ, მისმა რომელიმე თანამდებობის პირმა, პრემიერ-მინისტრად წოდებულმა თუ სუსის უფროსად წოდებულმა, კობახიძემ თუ დინარაძემ და პაპუაშვილიც შემოეხიდება მათ რამდენიმე დღეში, უკვე ორშაბათიდან, ხვალიდან პრაქტიკულად, რაც არ უნდა ელაპარაკონ მსოფლიოს თვალში ან დემოკრატიული სამყაროს თვალში იმდენად დაბალი განულებული რეპუტაცია აქვთ, რომ მათ არავინ არ დაუჯერებს. და არა თუ ნიდერლანდებში, შვედეთში, საფრანგეთში, ბრიტანეთში თუ შვეიცარიაში, დანიაში თუ არ ვიცი, ამიშულება აქვს. უნგრეთის გარდა, არც უნგრეთში რიგითი ამომრჩევლები, არც უნგრეთში არ დაუჯერებენ, ცხადია. ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, არამედ საქართველოშიც კი მათი ნდობა პრაქტიკულად განულებულია, თუ ეხლა მაინც და მაინც ქართული ოცნების თავგადაკლული ფანი არ ახარდა ამომრჩეველი და იმ სექტა ბანდა ქართული ოცნების წევრი, ან რაღაცით მიკავშირებული ქართულ ოცნებასთან, სულ მინიმუმ ეჭვი შეგეპარება მამუკამ დინარაძის და ირაკლი კობახიძის გულწრფელობასა და კომპეტენციაში. კვლავ ვიმეორებთ, რამდენიმე ფაქტორია, ეს არის პირველი. სამხარაულის კლინიკაში, საექსპერტო ბიუროში, როდესაც წარადგინეს თუ არა ის ნივთიერება, რომელიც გამოყენებული იყო, პირველი. მეორე, UN 34-39-ის ქვეშ, რატომ იყო შემოტანილი ვინმეს მიერ, თუნდაც ყოფილი ხელისუფლების მიერ, ჩვეულებრივი გაზი, ანუ CS-ის გაზი, და იმიტომ რომ UN 34-39-ის ქვეშ როგორც წესი შემოდის ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც არ უნდა გამოიყენო საპროტესტო აქციების დაშლის დროს, ეს მეორე ამბავი. მესამე ამბავი, რატომ ლაპარაკობენ მაინც და მაინც და მხოლოდ 4-დან 5 დეკემბრის ჩათვლით აქციის დარბევაზე, 6-ში, 7-ში, 3-ში, 2-ში, 30-ში რა დარბევა არ ყოფილა, არ უსვრიათ, არ მიუშვერიათ, წყალი არ გამოუყენებიათ, ესა თუ ის ქიმიური, ან ესა თუ ის არაქიმიური ნივთიერება მოქალაქეების წინააღმდეგ, რატო გამოყვეს ასე მაინც და მაინც 4 და 5 დეკემბერი და მთავარი ალბათ ნდობა, როგორც ასეთი, ნდობა ამათ მიერ ჩატარებულ ნებისმიერ გამოძიებას არ აქვს საზოგადოება არ ენდობა, არც ერთ გამოძიებას, ამათ არ ენდობა. იმიტომ რომ იციან, რომ ესენი ვიცით, რომ ესენი ყველაფერზე წამსვლელები არ არიან. დათვის ტყვიები ისროლეს გახარიას დროს 2019-ში 20 ივნისს და მანამ სანამ გახარია სჭირდებოდათ, ამაზე სულაც არ ლაპარაკობდნენ და წელს ალაპარაკდნენ იმაზე, როდესაც გახარია საბოლოოდ გადაწყვიტეს, რომ გახარიასთან ვერ დალაგდებოდნენ და გახარიას დაპატიმრება არის აუცილებელი და გახარიასთვის რაღაცეების დაბრალება, მათ შორის ის რაღაცებისაც დააშავა და ისეთი რაღაცეებისაც რაც არ დააშავა. გაივლის კიდევ წლები, ან გარკვეული პერიოდი, მოდი ასე ვიტყვი, რომელიმე თუ ქართული ოცნება დარჩა ხელისუფლებაში, ქართული ოცნების პირობებშიც კი რომელიმე მომავალი თანამდებობის პირი, სუსის უფროსი თუ პრემიერ-მინისტრი თუ პარლამენტის თავმჯდომარე მომავალი, ოღონდ არა პაპუაშვილი, დინარაძე და კობახიძე, არამედ ნებისმიერი მომავალი პირი, უცებ იტყვის, რომ შეიძლება თქვას, რომ იცით რა არის 2024 წელს ამ წინა ქართული ოცნების წინა ლიდერებს, დინარაძეს, კობახიძეს და ასე შემდეგ, ხო, უბრალოდ ლილუაშვილს, მაგრამ რამიშულობა აქვს, ვის დავასახელებთ ახლა და უფრო ზუსტი რო იყო გომელაურს. ხო, გამოუყენებული მართლაც ჰქონდათ ქიმიური იარაღი, კამიტი შეიძლება არა, მაგრამ რაღაც სხვა UN 34-39-ის ქვეშ არსებული და ქართული ოცნების ტიპები დაკორტნიან მერე გომელაურს, თუ რა ვიცი, მაშინ ვინ იყო პრემიერ-მინისტრი კობახიძეს, ახლა რომ იცავენ ის პირები. ისევე როგორც ხარიბაშვილს კორტნიან კობახიძის ვიწრო გუნდის წარმომადგენლები და ლამის ყველაფერს აბრალებენ. თითქოს ღარიბაშვილი მათი პრემიერ-მინისტრი, მათი გუნდის ლიდერი
ერთ-ერთი ლიდერი არ ყოფილიყოს, მაშინ როდესაც ის იყო ლიდერი და კობახიძე მეორე თუ მესამე პლანზე იყო. უბრალოდ ახლა გაიმარჯვა კობახიძემ ღარიბაშვილზე, თორემ ერთიც ბანდიტია და მეორეც გასაკვირველი. ასეთივე ბედი ამ საქმესთან დაკავშირებით უშუალოდ კობახიძეს ელის გარკვეული პერიოდის შემდეგ, სხვათა შორის დამოუკიდებლად იმისა, ხელისუფლება შეიძლება თუ არა არჩევნების გზით და საერთოდ შეიძლება თუ არა. კვლავ ვიმეორებ, თუ კობახიძისაგან განსხვავებული გუნდის მოყვანას გადაწყვეტს ის მთავარი ოლიგარქი, ახალი ეგრეთ წოდებული გუნდი, გვარები არც ვიცი და არც შეიძლება ვიცოდე, ისე დააბრალებს 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში მომხდარს კობახიძეს, კომელაურს და კიდევ სხვებს, აგრეთვე მდინარაძეს, რომელიც მაშინ დეპუტატი იყო, როგორც ღარიბაშვილს გადააბრალეს რაღაცეები და გახარიას გადააბრალეს რაღაცეები, რაც მთავარია. გახარიას, რომელიც მათი მთავარი საუკეთესო მენეჯერი პრემიერი უნდა ყოფილიყო და საუკეთესო მოღალატე კი, მათეული გაგებით კი, საუკეთესო მოღალატე აღმოჩნდა გუნდის და არა ქვეყნის. მე უარყოფითი აზრის ვარ ბატონ გახარიაზე, მაგრამ ქვეყნის ღალატს მე მას ალბათ მაინც ვერ დავწამებ, ხოლო გუნდის ღალატში გუნდი დააღალატაო, მეც ვიტყვი, მაგრამ ეს არ არის სისხლის სამართლის დანაშაული, თუ ისე არ აზროვნებ, როგორც ირაკლი კობახიძე ბანდიტი აზროვნებს. თავად ქვეყნის მთავარ მოღალატე, ერთ-ერთი მთავარ მოღალატე ჩვენ სინამდვილეში. ნახვამდის.